ყოველთვის მაძლევდნენ თავისუფლებას და ვფიქრობ, რომ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ იქნება ჩემთვისაც აღზრდის პრინციპი, რომ ბავშვს უნდა მისცენ არჩევანის თავისუფლება, მათ შორის, რა თქმა უნდა, პროფესიის არჩევაშიც. ის არჩევანი, რომ არ მესწავლა საქართველოში, იყო პირდაპირ დაკავშირებული იმასთან, რომ არ მინდოდა იმ სისტემის ნაწილი ყოფილიყავი ნებისმიერი სახით, რაშიც უნდა გადამიხადა ქრთამი. მაგისტრატურა გავიარე ფლეჩერის სკოლაში, ჩემთვის ძალიან საინტერესო კურსი აღმოჩნდა მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის სამართალი, რომელიც ბევრგან არ ისწავლება, ეს ძალიან სპეციფიკური კურსია, რომელიც მე გამოვიყენე პირდაპირ ის წიგნები მოლაპარაკებებში, რომელსაც ვაწარმოებდით რუსეთთან. ძალიან გამიმართლა, რომ შევძელი რომ ჩემი ქვეყნისთვის გამოვიყენებინა ეს განათლება და ეს იყო ჩემი ამოსავალი წერტილი, ეს იყო და არის ეხლა ჩემი ამოსავალი წერტილი. 2012 წლის არჩევნებისთვის ახლა ეს ყველა მიცის და საკმაოდ გაცხადებული მიზანი იყო, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას რაღაც ახალი სახეები ყოლოდა. ალბათ მეც ვიყავი ამ სიახლის ნაწილი და იმიტომ მივიღე შემოთავაზება. პოლიტიკოსობა მართლაც 24 საათიანი სამუშაოა. და მაშინ, როდესაც შენ ცხოვრებაში ახალი არსება იმადება, რომელსაც ჭირდები 24 საათი 7 დღე კვირაში, ძალიან რთულია. თუმცა ეს არ უნდა იქცეს იმ გამოწვევად, რომელიც დაბლოკავს ქალებს. რაღაცნაირად მთლიან საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოთ. იქნება ეს თქვათ მეუღლეები, რომლებიც უფრო შემოგვეშველებია ბავშვის აღზრდაში, ხელმისაწვდომი საბავშვო ბაღები, იგივე თქვათ სასწავლებლებში შემდეგ უკვე სამუშაო ადგილებთან არსებული სხვადასხვა ზომები უნდა გავატაროთ საზოგადოებამ არა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე, არამედ ჩვენს თავებში, რომ მთლიანად როგორც საზოგადოებამ ხელი შევუწყოთ ქალებს იმის რომ იყვნენ პოლიტიკაში და იყვნენ აქტიურები. დაარსდა თბილისის ორგანიზაცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქალთა ორგანიზაცია. რეგიონებში უკვე ძალიან ბევრგან დავაარსე და იმედი გვაქვს რომ მთელ საქართველოს მოვიცავთ. ახალგაზრდა ქალებს აი კიდევ უფრო დიდი წენხის ქვეშ ხვდებით ხოლმე. კონტექსტი ყოველთვის ბრალდებების, ცრუ ინფორმაციის, ან გაფორმების, ან სხვა კუთხით რაღაცის გაშუქების ყოველთვის არის ხოლმე ის რომ აი თითქოს და ამა თუ იმ ქალმა არ დაიმსახურა თავისი ადგილი პოლიტიკაში. ეს შეიცვლება. მე ვფიქრობ რომ აუცილებლად შეიცვლება და პირველ რიგში ამ ცვლილებებისთვის საჭიროა ის რომ არ ვიყოთ ნაკლები, ვიყოთ მეტი. და არ ვილაპარაკოთ ამაზე ზურგს უკან და მორიდებით, არამედ ვილაპარაკოთ ამაზე ეკრანებზე, მეგობრებთან, პოლიტიკოსებთან, საზოგადოებასთან, ყველასთან და ვილაპარაკოთ ამაზე ხმამაღლად, ვილაპარაკოთ ამაზე ღიად, იმიტომ რომ მარტო ჩვენი გულწრფელობა და ჩვენი მონდომება და პროფესიონალიზმი შეცვლის იმ დამოკიდებულებას, რაც სამწუხაროდ საზოგადოების ნაწილში არსებობს. ინდიაში ვმუშაობდი კონკრეტულად ქალთა ლიდერების პროგრამაზე, სწორედ იმაზე, რომ მეტი ქალი ყოფილიყო პოლიტიკაში, მეტი ქალი ყოფილიყო გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე. გარკვეული ცვლილება საზოგადოებაში არის. მე მგონი კიდევ უფრო მეტი ადამიანი ვართ, ვინც ხვდებით, რომ ქალები უნდა იყვნენ აბსოლუტურად სრულფასოვანი წევრები, იმდენად ანაბანა, ასე ვთქვათ, ანუ რაღაცა ხო უმარტივეს რაღაცაზე ვლაპარაკობ, მაგრამ არ არის ესეთი მარტივი. ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ხმას მისცემს თუნდაც იმ კანონს, რომლითაც სავალდებულო გახდება ქალების რაოდენობის გაზრდა პარლამენტში, დარწმუნებული ვარ იწვის, რომ ხო უნდა გავალამაზოთ პარლამენტი მეტი მანდილოსნით. საერთოდ არ ესმით ამ ადამიანს რა არის არსი და რას ვითხოვთ საერთოდ გენდერული თანასწორობაზე, როდესაც ვსაუბრობთ. მაგრამ დღითი დღე ბევრი ადამიანის ძალისხმევით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც არ შემიძლია რომ არ ვახსენო, იმიტომ რომ დიდ როლს თამაშობენ ისინი ნამდვილად და ისევე როგორც ჩვეულებრივი გოგონები და ქალები, რომლებიც აქტიურობენ და ყოველ დღე ცვლიან ერთი ადამიანის მოსაზრებას ამ თემასთან დაკავშირებით.